გვესაუბროთ, გარდაცვალება სასჯელია თუ ჯილდო ადამიანისათვის? ჩვენ აქაც მოკლე პასუხი შემოვიფარგლებით. შეკითხვაში ფაქტობრივად ეს გამიჯნულობა სახეზეა, რომ ზოგისთვის სასჯელია, ზოგისთვის ჯილდოა. იმიტომ რომ საიქიო ყოფობა ორად განიყოფება, მოგეხსენება ჩვენ ამაზე ცალკე გადაცემებიც ჰქონდა, ერთი ცხონების წიაღი, სასუფეველი ცათა და მეორე ჯოჯოხეთი, რომელიც მართალია კაცობრიობის იქ დამკვიდრებლობის კუთხით ჯერჯერობით ერთსახოვანი არ არის, იმ გაგებით რომ გარკვეული ნაწილი ჯოჯოხეთი მყოფი კლავაც შეიძლება გამოხსნილი იქნეს ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ამაზე ჩვენ მქონდა განხილვა და აღარ შევჩერდებით ამ თემაზე. წმინდა მარკოს ეფესელის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს სწავლებაზე ამ კუთხით თუ როგორ განიყოფება კაცობრიობა ის, რომელიც ჯოჯოხეთში მკვიდრდება სხვადასხვა კატეგორიებად და რომ გარკვეული ნაწილი კლავაც გამოხსნადია, მაგრამ ვინც გამოუხსნელ ჯოჯოხეთში რჩება, იმდენად ცოდვილია რომ ვერ გამოიხსნება მისგან, მისთვის რა თქმა უნდა გარდაცვალება არის სასჯელი. ის ამ ქვეყნადაც შეიძლება იყოს მიმღები სასჯელისა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, 4 კატეგორიას გამოყოფს. ის მიუთითებს რომ ადამიანთა ნაწილი ამ ქვეყნად არ ისჯება, მაგრამ იმ ქვეყნად დაისჯება, მეორე ნაწილი ამ ქვეყნად ისჯება, მაგრამ იმ ქვეყნად არ დაისჯება. მესამე ნაწილი ამ ქვეყნადაც ისჯება და იმ ქვეყნადაც დაისჯება და მეოთხე ნაწილი არც ამ ქვეყნად ისჯება და არც იმ ქვეყნად დაისჯება. აი ეს 4 კატეგორია აქვს მას გამოყოფილი. აქ კაფეო ჩანს რომ იმ ქვეყნად არის ერთი მხრივ იმ მოღვაწეთათვის, რომლებმაც უფლის გზა შეურყნელა და შეუბღალავად განულეს ჯილდო და ნეტარება, ნეტარების სიახში დამკვიდრებულობა და ამისკენ გზა გარდაცვალება, ხოლო და სიტყვა გარდაცვალება, ესე იგი, პირველ რიგში სწორედ მათ მიმართ იქნა, მათ შორის ქართულ მეტყველებაში, თუმცა მას ბერძნული საფუძველიც აქვს, სიტყვა გარდაცვალება შექმნა, გარდაისახება ის ამ ხორციელ უბადრუკებაში მყოფი ადამიანი ღირსეულად მოღვაწე, გარდაცვალების შემდეგ გარდაისახება იმ მდგომარეობაში, იცვლება იმ მდგომარეობად, რაც სასუფევლის მკვიდრად გამოაჩინებს მას, სასუფევლისეულ სიდიადეში იმკვიდრებს ადგილს და აი ამ სიდიადეში ნათელქმილობაში გარდაისახება ეს თავისი მყოფობით. ამიტომ ეწოდება ამ მდგომარეობას გარდაცვალება, სხვა მდგომარეობად შეცვლა. შემდეგ ეს სიტყვა გავრცელებული უკვე, რა თქმა უნდა, მეორე მხარესაც ეხება ჯოჯოხეთში დამკვიდრებულებსაც, თუმცა მათთვის ეს გარდაცვალება მხოლოდ სატანჯველია, უმძიმესი სატანჯველია, ორგზის სატანჯველია, ერთი მხრივ თუ ეს ადამიანები ამ ქვეყნად დიდ კეთილდღეობაში იყვნენ, ამ კეთილდღეობას აკლდებიან, მატერიალურ კეთილდღეობაში მყოფნი დიდად განიცდიან გარდაცვალებას, იმიტომ რომ მთელი ეს კეთილდღეობა უქმდება და მეორე ის რომ იმ ქვეყნიური სატანჯველი ელოდებათ მათ. ორგვარია მათი ტანჯვა. ამიტომ მათთვის გარდაცვალება მძიმე სატანჯველია, ხოლო იმათთვის, რომლებიც მოღვაწეიანიან ამ ქვეყნადვე დათმეს ყველა ამ ქვეყნიური, ესე იგი, სიამტკბილობა და ამ სიამტკბილობისგან ჩამოშორება და ჭეშმარიტ საღვთო, ესე იგი, კეთილდღეობაში დამკვიდრებულობა და ნეტარებაში დამკვიდრებულობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ჯილდოა მათთვის ამ ქვეყნიური მოღვაწეობის შემდგომ ღვთისმიერი განჩინება, რომ დამკვიდრდნენ ისინი ცათა სასუფეველში. მადლობა.